მოგესალმებით, ეს გადაცემა თავისუფალი თემაა. დღევანდელ გადაცემას მე ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი წავიყვან. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ლაშა ჩხარტიშვილი, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ეკოლოგი. დიდი მადლობა ბატონო ლაშა, რომ ხართ ჩვენთან ერთად და პასუხობთ ჩვენს კითხვებს. ვიცი, საზოგადოება მიცის თქვენი მდგომარეობა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვადევნებდით თქვენს ამბავს თვალყურს. უამრავი ცნობილია საზოგადოებისთვის ცნობილი სახე დააკავეს, ოქმი გამოუწერეს და სხვადასხვა რაღაცა ცედავებიან ხო, მაგრამ თქვენი ამბავი იმითაც იყო გამორჩეული, რომ მიბრძანდებოდით დედის 40-ზე საფლავზე მიდიოდით, რა დროსაც გაგაჩერათ საპატრულო პოლიციამ. თავად რომ გვითხრათ, ახლა რა ეტაპზეა საქმე, თქვენი ბოლო პოსტიც ვნახე მე-15 დღიან პატიმრობასთან დაკავშირებით და თავად რომ მოუყვეთ, რას გედავებიან კონკრეტულად და რა პროცესში ხართ ამ მიმართულებით მაყურებელს რომ. კი ბატონო, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ გაურკვევლობა რომ არ გამოიწვიოს, რა თქმა უნდა, მე არავის არ გავუთავისუფლებიო, რომ პარასკევიდან 24 ოქტომბრიდან გარკვეული დროით 2 კვირამდე 15 დღემდე ვადით ვიქნები პოლიტიკურ პატიმრობაში, ჩემთვის მე-15 პოლიტიკურ პატიმრობაში 15 დღემდე ვადით, ალბათ უბრალოდ გადადება მოხდა ამ პროცესის და თუ როგორ მივედით აქამდე, ამასაც გეტყვით. მე პრაქტიკულად ყველა რეჟიმთან მიბრძოლია, შევარდნაირი დროით დამოყოლებული სააკაშკარი მართებაში, ნევანიშვილის მართებაში, უწყვეტად 25 წელია ლამის, მაგრამ მსგავსი ამორალური ასე ვთქვათ რეჟიმი, თან ნევანიშვილის გულისხმობდა, ბიძინარუს გულისხმობდა მის რეჟიმს, რა ვიცი, მე მგონი არც ერთი ყოფილა, ყველას გადააჭარბა, იქიდან გამომდინარე, რომ თან ივანიშვილი და მისი ბანდა იბრალებს ქრისტიანობას, იბრალებს ოჯახურ ტრადიციებზე ზრუნვას და ეროვნულობას და თან კიდე მაშინ როცა ძალიან კარგად და კაფიოთ იცოდნენ, რომ იყო დედაჩემის 40 სასაფლაოზე მიმავალი შვილთან ერთად დამაკავეს, მაშინ როცა თავაზობდი ლაივშიც ისმის, ანუ ჩართვის დროსაც ისმის, კაფიოთ, რომ მათ შეთავაზე, რომ ხელს მოუწერდი ოქს, როგორც ხდება ხოლმე და ხვალ ჩემით გამოცხადებოდა თუ არ გამოცხადებოდი, რაც რა თქმა უნდა აბსურდია, ამ შემთხვევაში დამატებით სასჯელი არის გათვალისწინებული კანონმდებლობით, მაგრამ სპეციალურად ვიზავიმართულად, ბოროტულად და ამორალურად, რა ვიცი, უჯულოდ მათ გადაწყვიტეს მაინდა-მაინც სწორედ საფლავზე არ გავიშვი დედაჩემის. მე გზაშიც მეორეჯერ როცა სამინისტრო შენობაში ვიყავით ეგრეთ წოდებული გარმონში თუ გაშოქში თუ რა ვიცი რაღაცა შუშებიან შენობაში, იქაც ვიღაც სამოქალაქოში ჩასული მაღალჩინოსანი მოვიდა, მან სპეციალურად თითქოს და თარიღი გადაამოწმა და კიდევ ერთხელ დარწმუნა, რომ ნამდვილად 40 იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში სანამ არ დაბნელდა და სანამ სასამართლომდე არ მივედით და თელი დღე სასაფლაოს მაგივრად ხელბურკილებით, სხვათა შორის ხაზგასმით და პოლიციის მანქანაში და პოლიციის შენობაში არ გამატარებინეს და სასამართლოს სარდაფში, სასაფლაოს დაცვლად აქ ვიყავით თელი დღე, შემდეგ ღამით გამოაცხადეს, რომ თურმე და ნოიტყვი და 40-ის გამო მათ გადადების სრული თავადვე ჰქონდათ, საუბარია რეჟიმის წარმომადგენელ პოლიტიკურ პოლიციაზე, ანუ შესაძლოა. მე მათ იქვე გავეცი პასუხი, რომ ის იყო მათ მხრიდან საკუთარი აძილობის გამოსწორების პიარული მცდელობა და მეტი არაფერი, იმიტომ რომ მათ ჩვენივართ იცოდნენ მთელი დღე და რომ მე უნდა წავსულიყავი 40-ზე და თავადვე ეს მრავალჯერ მოვითხოვე, მაგრამ იმიტომ რომ ინდურად რაღაცნაირად გამწარება, ამის გამო მათ ეს არ იკადრეს, არ გააკეთეს და იკადრეს უკადრებელი პირიქით და მხოლოდ მაშინ მიხვდნენ რომ ძალიან კიდევ უფრო შერწყმენ საზოგადოების თვალში, როცა ნახევარმა საქართველომ აგინა და წეულა იმის გამო, რის გამოც ისინი ამას იმსახურებდნენ, იმის გამო რომ 40-ზე მიმავალი საკუთარ შვილთან დედის 40-ზე მიმავალი დამაკავეს და მაინდა-მაინც ერთი საკმაოდ ისეთი გამოხმაურება ჰქონდა სოციალურ ჩანტაჟი ჰქონდა ხაჭაპური და ვინო რომ საზღვაოზე გავსულიყავი და ჩვენ ტრადიციის მიხედვით მოგონებია ჩემი კიდე კარგი დილით ეკლესიაში ბანაშვილი მაინც მოვასწარით, თორე იქ რომ მოესწროთ იმასაც არ ბაცლიდნენ დარწმუნებული ვარ, არც ეკლესიას მოერიდებოდნენ საბოლოო ჯამში. აი ესე მოიქცენ კიდევ ერთხელ შეიწყეს მაყურებელს ამ კადრებს აუცილებლად შევთავაზებთ ჩვენ და აი შეგიძლიათ ნახოთ აი დასაწყისშიო პირველი წამებიდან მე რაც პატიმრობდი ეს იყო რომ მე ვიცოდი რომ პოლიტიკური ნიშნით დაკავებას ვიპირებდი, უბრალოდ თავაზობდი როგორც აი წინა დღისით რუსთავაზე უწევდნენ ადამიანებს ოქს და იბარებდნენ მეორე დღეს პოლიციაში ან მეორე დღეს ვიყავთ პოლიციაში, ასევე იმის გამო რომ 40-ზე მივდიოდი, მეორე დღისთვის შეგვედგინა ოქრი შეგვედგინა და მეორე დღეს დავებარებინეთ, მაგრამ ეს არაფრით არ გააკეთეს და უფრო მეტსაც გეტყვით. მათ ამის შესახებ იცოდნენ გაცილებით ადრეს და სავარაუდოდ პროფესიულ ჩასაფრებაც ჰქონდა ადგილი, იმიტომ რომ ჩემ Facebook-თან მიმართებაში რადგან პოლიტიკურად ძალიან აქტიური ვარ და უწყვეტად 13 წელი ამახლებოდი და ამბობთ შესაბამის თელევადის განმავლობაში ძალიან აქტიურად ადევნებენ თვალყურს ჩემ Facebook-ის გვერდს და ამის დასტურია თუნდაც ისევ და ისევ დედაჩემთან დაკავშირებული კიდევ ერთი ისტორია, როცა რამდენიმე დაკავების წინ, რამდენიმე სასამართლოს წინ განიხილებოდა ჩემი
საქმე ერთ-ერთი პოლიტიკური, როცა მხოლოდ და მხოლოდ რუსთავის ომის გამო მაშინ ეს კანონი ითვალისწინებდა ორ ასე ვთქვათ შემთხვევას, ან პატიმრობას, ან ჯარიმას და პირველი მოითხოვის პატიმრობა ჩემთან მიმართებაში მე ძალიან უყვარდა როგორც ჩანს მე ივანიშვილს და მეც ასევე მიყვარს ჩხალებში და მძულს, იმიტომ რომ ის საქართველოს მტერია, უგრძნო და დაუნდობელი მტერია. მან გადაწყვიტა რომ პირველი მე დავეპატრონებინა საჩვენებლად, მაგრამ საბოლოო ჯამში სასამართლოზე წავაგიენ დეაჩემის საავადმყოფის ცნობა, როცა ერთ-ერთ მოვლელი მე ვიყავი ამასთანავე და ამის ცნობაც არსებობდა. მამაჩემი ადრე გარდაიცვალა, ფუტკის ვიყავი მაშინ. შესაძლოა წარმომადგენელმა ვინმე ქიმბარიშვილმა იქვე მოითხოვა ჩემი, ასე ვთქვათ, მიუხედავად ამ მდგომარეობისა, რომ უმწავრ მდგომარეობაში ყოფილი ადამიანი ჩემი რუსთავაზე დგომის გამო მხოლოდ და მხოლოდ უნდა დარჩენილიყო ასე ვთქვათ, მარტო და ახობადის დედის ბედი გაეზიარებია მაღალი ალბათობით და ორთოში კი დაიღუპა კიდევაც, მაინც მოითხოვა ჩემი პატიმრობა და მეორე ეს ადამიანი რომ დავახასიათე როგორც პოტენციური მკვლელი, ამაზე ცალკე ასე ვთქვათ მიჩნდეს და იმ პროცესზე, როცა მე თავად ვიყავი ავად და ვერ მივედი, ცნობა არ გაითვალისწინა მოსამართლემ, ამაზე ცალკე პოსტი დავწერე და 5 წუთში პოსტის დაწერიდან იქ ყოფა შესაძლოა სხვა წარმომადგენელმა ამ შემთხვევაში ამ პოსტზე გააკეთა აპელი რადგან გადასარევად იცოდნენ დეჩემის 40 ამბავი არა მხოლოდ გუშინ როცა მრავალჯერ მხარი და ეთერში ჩანს ეს არამედ გაცილებით ადრეც ჩემი Facebook-ის გვერდიდან. აი ესეთი ამორალური რაღაცა მათივე ენაზე, ოკუპანტურ ენაზე, რაც საყვარელ რუსულ ენაზე რო ვთქვა, იშოვკა, ბოროტი, დაუნდობელი რაღაცა არსებები არიან, პირუტყვები არიან, მეცხოველებს არ ვაყენებ შეოწყოში ძალიან მიყვარს ორფეხა პირუტყვები, მეტი არაფერი შეიძლება ითქვას უძულო ორფეხა პირუტყვები ივანიშვილი და მისი მონაჯავათების ბანდა. ბატონო ლაშა, რას ფიქრობთ, რატომ აი ასეთ რაღაცებზე, რატომ რისი თქმა უნდათ იმით, რომ ვთქვათ, ალბათ საზოგადოების დაშინება ხომ, რატომ აი სენსიტიურ საკითხებს ეხებიან სენსიტიურ გრძნობებს ადამიანს, რისი თქმა უნდათ საზოგადოებისთვის, რომ თქვენ ცნობად სახეს ასე გექცევიან და ალბათ სხვას რას უზავენ, ხომ? ხო, რა თქმა უნდა, ნუ ეს რომ ან ცნობად ადამიანთან მიმართებაში თუ ასე ვიცით, თქვენ რას გიზამთ, ეს არის ბუნებრივია თავარი ამოცანა. და ეს არის მასობრივი ტერორიზმის დაშინების ცდელობა, მაგრამ უკვე რეაქცია მიიღეს გუშინ და ამის დასტური იყო, რომ საღამოს იძულებული გახდნენ თავადვე გადაედოთ ცნობა, უბრალოდ აზრი არ ქონდა მთელი დღე. სასწავლოს პაგიროთ ვიყავი ხელბურკილებით სხვათა შორის, რომელიც დამადეს იმიტომ, რომ ადვოკატს მოითხოვდი, არც ერთ დაკავებულს და სოლიდარობა აქვე ახოსანაიას, ლევან ჯობავას და სხვებს ვინც დაპატიმრებული არიან, ყოველს სახალხო ჩამოთვლით სამწუხაროდ, არც ერთთან არ დაუშვეს ადვოკატი. ყველანი ყავდათ გადამავალი ადვოკატებისაგან. და ყველას დაждებულად მე მოვითხოვდი ადვოკატს, იმიტომ რომ მაგ ამის გამოცდილება და შეიძლება ხებსაც, მაგრამ მაინც მე მოვითხოვდი რომ მოიყვანოთ ადვოკატი. არ მოყავდა და საბოლოო ჯამში რადგან ვერ გამაჩერეს და პროცედურებში ვერ ჩამთეს, მიუხედავად ადვოკატის არ დასწრების, რაც ჩვენი კონსტიტუციური უფლების შელახვა, საბოლოო ჯამში უკანონო დაждის მიზნით ხელბურკილები დამადეს და თელი საათები ხელბურკილებით ყავდით და ადვოკატთან შეხვედრის საშუალება არ ქონდათ დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, არც მე და არც ხოს, უბრალოდ მე ყველაზე აქტიური აღმოჩნდი ამ უფლების რეალიზაციის მოთხოვნაში და საკუთარი თავის დაცვაში ხოსაც იგივეს მოუწოდეთ და იგივეს მოვითხოვდი სხვათა მიმართებაშიც. დამსაჯეს იმით, რომ ხელბურკილებით, ესე იგი ამოტრიალებული ხელებით ყავდით თელი დღე როგორც ტერორისტი, თავად ტერორისტ ივანიშვილს და მის აი ამ სამშობლოს მოღალატე გამყიდვალ მონათა ბანდას, რომელსაც დღეს მილიცია ეწოდება და პოლიცია თუ რაღაც ამდაგვარი. რუსი ჩაფრები, როგორც მე მათ ხშირად ვუწოდებ, მეტი არაფერი. ნაიომნიკები მათივე ენაზე. სანამ შემდეგ კითხვაზე გადავართ, ბატონო ლაშა, მე აუცილებლად მინდა მაყურებელს ის კადრები შევთავაზოთ თქვენი საპატრულო მანქანაში გადაყვანის, როდესაც სასაფლაოს პირველ წუთებშია საინტერესო, მან სადაც თავიდანვე ვამბობ გარკვევით და ისის გარკვევით, რომ დღეს იყო 40 და თავაზობდი მათ ოქრის გაფორმებას და ხვალ სასამართლოში იქნებოდა პოლიციაში ჩემ ფეხით გამოცხადა. როგორც მახსოვს ვიდეოს ყურებისას ამბობდნენ, რომ არ დაგაყოვნებთ უბრალოდ მანქანაში ჩაჯეკით ასე. არა, ხო, უბრალოდ აი ხო პერიოდ კონესკულია მოშდა, მაგრამ თავიდანვე რომ ის ასე ვთქვათ ეს ხმები ეს მნიშვნელოვანია ეთაში გავიდეს, იმიტომ რომ ყველა დარწმუნდება თუ იმეს კიდე ექვიბარება, რომ შეიძლება იცოდნენ ყველაფერი, მაგრამ ეს გააკეთეს ჯინაზე და საღამოს მათი მიერ გადადება ამ სასამართლო პროცესში იყო ყოველ და ყოველ საკუთარი ჩასრულის თუ მოსრულის ალოპის ცდელობა, რომელიც სხვანაირად შეიძლება შეფასდეს თუ არა თავის იმიჯის რაღაცა გადარჩენის უბადრუკების ცდელობა. კი ბატონო, აი ახლა ნახავს მაყურებელი ამ კადრებს. აბლომა. მორება 40-ია დედაჩემის და საფლავამდე არ მიშვებენ, ესე იგი კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. როიცოდეთ, მობრძანებული ვარ, დიახ, მობრძანებული ვარ. ადვოკატს უკავშირდებით თუ შეიძლება, აქვს ამის უფლება. ადვოკატს და დაუკავშირდე. დაუკავშირდით, გამორთე ტელეფონი. ტელეფონს არ გამორთო, ჩემი უფლება ტელეფონი იყოს. მოვდივართ, სად მივდივართ. ეცონით. გააკვიეთ კი ბატონო. ესეც გავამართვე. აგერ შულთან ერთად მივდიოდი სასაფლაოზე, დედაჩემის
ჩანთაში მიდევს ყველაფერი და ყველამდე ჩემი ფეხით მოდივარ პრობლემა არ მაქვს. ერთს ვაწუხებთ რუსთაველის გადაკეთვასთან დაკავშირებით სავარაუდოდ. კი, არ არის პრობლემა. კი, ოქსაც ჩავიბარებ ყველამდე, ხოლმე ჩემი ფეხით მოდივარ პრობლემა არ მაქვს. თუ მიმიშობ საფლავამდე ხო კარგია, თუ არა და მაინც უღმერთოები ხარ და დიქტატორის მსახურები და რაზე გელაპარაკოთ. თუ დაკავებას აპირებთ ადვოკატს და დაუგავშდი ასევე. პირადობის მოწმობა თან გა? პირად ნომერს გეტყვით, არ მაქვს თან. არც ვიმალები ლაშავად ჩხარტიშვილი ვიცი რომ გადაკეთვაზე გექნებათ სავარაუდოდ პრეტენზიები პოლიტიკური ნიშნით. მაგრამ მაგის პრობლემა არ აქვს, უბრალოდ გიხსნით რომ პოლიციის თანამშრომლები გასაგებია, სახელი და გვარის არა, საქართველოს პოლიცია პოლიტიკური პოლიციებულია ყველა ვიცით. ხო და პირად ნომერს გეუნდებით, მეც გიხსნით ეხა რომ ოქს ჩავიბარებ, თუ დაკავებას აპირებთ ადვოკატს დაურეკოთ, თუ სასაფლაოდებ იმიშობ დეჩემის 40 ხო კარგი, ჩაინიშნეთ ნომერი პირადი 01 გამარჯობათ. აქვე განგიმარტავთ, მოკლედ, ვიცი რომ გზის გადაკეთვაზე გქონდა პრეტენზიები ლაშავად ჩხარტიშვილი, სრულიად შეგნებულად და პოლიტიკური აქტი იყო და თვლი რომ უსამართლო კანონია, ერთ-ერთი საკითხია. ოქს ჩავიბარებ, დეჩემის 40 მიდიო სასაფლაოზე. თუ მაცლით სასაფლაოზე გასვლას, ხო კარგი და თუ არა და ოქს ჩავიბარებ. ხო, ოქს ჩავიბარებ ბატონო, ხო. ოქს ჩავიბარებ და დაჟდომა აუცილებელი, არ მეშინია გასო. აი ბატონო. და ის გავამართვით ჩანთა მაინც ყოველ შემთხვევაში და გადაღება გაგრძელე ამით. გადაიგეთ. ის ივანიშვილის დიქტატურა, ის მისი მონა ჯალათები. ლაშა შემდეგ კითხვას დაგისვათ, ვიცით რომ ეს არის მორიგი რეპრესიული კანონები, ხომ და თვითონვე ამბობენ რომ ჯარიმებმა არ იმუშავა. რას ემსახურება? იგივე ხას უსვავ კიდევ ერთხელ თქვენ ცნობადი სახე ხართ პოლიტიკოსი ბრძანდებით, იგივე ჟურნალისტების დაკავება, დღეს ქეთა ციცქიშვილი დააკავეს, ვახოსანაია, ჩემი სოლიდარობა მათ და სხვა დაკავებულებსაც. რას ემსახურება ეს? რისი თქმა უნდათ რომ საზოგადოებას მაყურებელს კიდევ ერთხელ ავუხსნათ? დაშინება და პროტესტის ჩახშობის თელობა რაც არ უნდა გავუვიდეთ. ჩვენ როგორც ჯარიმებს არ შეუშინდით და სხვადასხვა მეთოდებით ვიძოთ ამის წინააღმდეგ, რა ზოგი ნიღბით და ზოგი იმით რომ ხონება არ გააჩნია როგორც ჩემ შემთხვევაში და მე ნიღაბით საკეთე გამომდერ და არ მჭირდებოდა არაფერში. ასევე მათ არ უნდა გავუვიდეთ აი ამ არდახული საბჭოელებს რო არ დაესწრებოდა და რუსებს და ფაშისტური გერმანიის ნაცისტური გერმანიის წარმომადგენლებს ისეთი რეპრესიული კანონები შემოიღეს. პირველი გადაკეთვა ამ შემთხვევაში აპრიორი, ანუ პარასკევიდან რო თქვი რომ ვაჭრობაში მისდევი მეთქი, ეს იმით არის გამპირობლების განცხადება, რომ ჯარიმის ნაწილი საერთოდ გააუქმეს, დატოვეს ყოველ პატიმრობა და 15-დღიანი პატიმრობა უკვე ძალიან მაღალი, რა თქმა უნდა, გადაკეთვისათვის აქციაში მონაწილეობის ეს არის რეპრესიული ქმედება და ანტიკონსტიტუციური, მაგრამ მეორე ნაწილი არის საერთოდ კატასტროფა, რომ თურმე ადამიანი მეორჯერ გადაკეთავს ქუჩას, რავი, ან ქუჩაზე გადავა და შეიძლება ამის გამო დააბრალონ, სისხლის სამართლის საქმედ უნდა ჩათვალონ და ქუჩის გადაკეთვა და ერთ წლამდე პატიმრობა მიუსაჯონ. ნუ ეხლა მსგავსი ტრაგიკომიკური და დრაკონული კანონმდებლობა არ ქონია არავის. არც საბჭოეთს, არც ნაცისტურ გერმანიას, არც გევანდელ რუსეთს, არც ალბათ ჩრდილოეთ კორეის წარიქნება ასეთ კანონმდებლობა. შესაბამისად, ნუ აი ხა ამასთან არ შეგუება გულისხმობს იმას, რომ ჩვენი რესურსებს უნდა მოვუფრთხილდეთ, მაგრამ ვფიქრობ, ნამდვილად პირველი გადაკეთვის საკითხი დემონსტრატიულად უნდა გააკეთოს ბევრმა ადამიანმა. დაგვიჭირეს 30 ადამიანი და 10-დან დიდაწილი და უკვე პატიმრობაში მე პარასკევიდან ვიქნები. კიდევ მეორე დღეს უნდა გამოვიდეს მინიმუმ ამდენივე. დაგვიჭერენ 20, მეორე დღეს უნდა გამოვიდეს კიდევ ამდენი და ყველა ისა სანამ ეს ამ ასე ვთქვათ საშინელი კანონმდებლობის ამოქმედებას არ შეეშვებიან და გამოყენებას მანამდე ყოველდღურად 20-30 ადამიანი 15 დღიან პატიმრობაზე ერთჯერადად ვიძახი ხაზგასმით უნდა იყოს სამსვლელი საკუთარ სამშობლოსათვის 15 დღე პატიმრობაში ყოფნა არის ჯილდო და პატივი და არა რაღაცა აუტანელი ტანჯვა, ხო? და აუტანელი საჯელი. პირიქით, საჯელი უნდა გავხადოთ ეს ჩვენ დიძინე ივანიშვილის და უნდა ვანახოთ, რომ იგივე ეს განდი იყენებდა მაგალითად ამ მეთოდიკას და არაძლადობრივი პროტესტის ერთ-ერთი კლასიკაა, როცა ადამიანები საკუთარი სამშობლოს დასაცავად მიზანმიმართულად მასობრივად მიდიან, ასე ვთქვათ, პატიმრობაში და 15-დღიანი პატიმრობა არ არის ის ვადა, რომ ეხლა ნორმალურმა და ჯანმრთელმა მეტნაკლებად ეხლა მეკინა ჯანმრთელობის რაღაცა პრობლემები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნებისმიერმა ადამიანმა უნდა საკუთარ სამშობლოს ამ შემთხვევაში 15 დღემდე ვადით პატიმრობა 15 დღე ვადით თავისუფლება შესწიროს და პატიმრობაში წავიდეს და 20-30 ადამიანი თუ ყოველდღე ამას გააკეთებს, 20-30 ადამიანი მაინც საბოლოო ჯამში სისტემა პირდაპირ გაიჭედება, არ დარჩება ვიზატორებში ადგილები და შესაბამისად მოუწევთ თავი დაანებონ აი ამ რაღაცა სამარცხვინო და ტერორისტული კანონმდებლობის გამოყენებას. რაც შეეხება მეორე ერთწლიან ვადას, ხომ? ერთწლიანი ვადა ნამდვილად არ არის
ასე ვთქვათ, გადაკეთვისათვის რომ საკუთარი რესურსები გამოვიყენოთ და ნუ ხა თუ მანდა მაინც აუცილებლობა ამის დადგება, თუმცა ეჩვენება მგონია რომ ამბე თავს დავანერებიდან თუ ამას მასობრივად შევინარჩუნებ და ყველა ერთხელ დავკეტავთ, როგორც მე ეს გავაკეთე და გააკეთე რა ვიცი ვახოსანაიანი შემოდა სხვა ლევანჯობავამ თუ სხვა მეორე შემთხვევაში სხვა უნდა გააკეთოს, მესამე შემთხვევაში სხვა უნდა გააკეთოს და საბოლოო ჯამში ამ მასობრიობით უნდა გადავტეხოთ ეს კანონმდებლობა. რაც შეეხება ერთწლიანს, თუ ეს აუცილებლობა იარსებობს, მე მირჩენია რომ ერთ წელი ახლა ქუჩაზე დგომის გამო არ წავიდე ციხეში და უფრო მწვავე და უფრო აქტიური ფორმით გამოვხატო პროტესტი, რაც იგივე მასშტაბის საჯელოს ითვალის. თქვენ ახლა ისაუბრეთ იმაზე, როგორ შეიძლება გამოსავლის გზებზე, როგორ შეიძლება არ იმუშაოს ამ კანონმა. მართულებაზე. დიახ, ლაშა, თქვენ როგორ ხედავთ ზოგადად მომდევნო ნაბიჯებს? ხო, ნუ იდეალური იქნებოდა რომ ყოველდღე იაროს მართლა 3-4 ადამიანმა, მაშინ შესაბამისად არც ესე ყოველდღიურად 20-30 ადამიანის ორი კვირის პატიმრობა არ იქნებოდა აუცილებელი, მაგრამ თუ ჩვენ ამას ჯერჯერობით ვერ ვახცევთ, სანამ მასობრიობა იქნება მიღწეული ყოველდღურად, მანამდე აი ამ ფორმით, ერთი თვე შეიძლება მოგვიწვიოს გარკვეული მსხვერპლის გაღება ერთხელ გადაკეტვის ხასოს, რომ მეორისკენ არავის არ მოუწოდებს, იმიტომ რომ უაზრო ხარჯვა იქნება საკუთარი ადამიანური რესურსების და გვაქვს ჩვენი თავდადებული ადამიანების სხვა ფორმით შეიძლება იქნება მათი პოტენციალი და ჩვენი პოტენციალი გამოყენებული, ამიტომ ერთხელ და არა ორჯერ და სამჯერ ყველამ ვისაც აქვს ელემენტარული თავდადების უნარი და გამოიყენოს პროტესტის ფორმა. თუ მივახცევთ იმას, რომ ყოველდღურად 3-4 ადამიანი ივლის, მაშინ ბუნებრივია ეს მსხვერპლიც არ იქნება საჭირო 15-იანი პატიმრობის სახით. რაც შეეხება ზოგადად რუსთაველის პროტესტი არის ბოლო ბასტიონი თავისუფლებისა, თუ ჩვენ მას შეველევით და თუ ჩვენ ამგვარ კანონმდებლობას შევეგუებით, რომელიც პრაქტიკულად შეკრების დავანთესის უფლებას თითქმის გზაავს სულად და თუ შევეგუებით უარეს მიიღებენ მალე, მაშინ ჩვენ ვეგუებით საკუთარი ქვეყნის დაკარგვას, საკუთარი ერის განდევნას საქართველოსთან, ვეგუებით საკუთარი ადამიანობის დაკარგვასაც, იმიტომ რომ თუ კი ჩვენ საკუთარი აზრის გამოხატვის არანაირ უფლებას არ გვიტოვებენ, მაშინ ჩვენ ვართ მონები. თუ ჩვენ ამის გამო ჩუნდებით, თუ ჩვენ ამის გამო ქუჩაში არ გამოვდივართ, ჩვენ ახლა შეიარაღებული აჯანყებისკენ არ მივდივართ, ხო და არც ამის რესურსი და არც ამის სურვილი არ გვაქვს და უიარაღო პროტესტი და უიარაღო ბრძოლასაც ვიძალავენ, მაშინ ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ, ან უნდა ვიყოთ მონები, ან კიდე წავიდეთ ქვეყნიდან. ქვეყანა რატომ დაუტოვოთ რომელიმე დამპყრობელს და ამ შემთხვევაში, რა ვიცი, ბიძინას, რომელიც არის შახაბასის, ჟალედინის და აღაპარტანის და თემურლენგის და რა ყველაზე ურვაღროს, ყველაზე დაუდობელი დამპყრობლების ტოლფასი, სიძულვილით გამორჩეული მართველი, რომელმაც საქართველოსთან ქართული ერის განდევნა გაიძრახა მიზნად, ამაზე 2000 ისაუბრა და აბედა, გვახსოვს ჩვენ მისი განცხადება ამის თაობაზე, რომ აქაფერი გეშულება და წადით და გეხმარებთ კომენტარსლაშიო, გვახსოვს მისი კარის ფილოსოფოსის თუ ფალოსოფოსის იმე შათერიშვილის განცხადება მსგავსი, რომელიც ახალგაზრდებს იგივისკენ მოუწოდებდა და მიესალმებოდა თუ ყველა წავიდა, ვინც არ იქნებოდა მონა, პრაქტიკულად რისკოში ნაასი, არის რომელიც გავიხსენოთ სოციალური გენოციდი, ეკოლოგიური გენოციდი, განმეორებითი გენოციდი, უსამლობით, უსაყვარლობით, გაჭირვებით, უსამართლობით დახოცილი ადამიანები და საბოლოო ჯამში უმცირესობაში აღმოჩენილი ქართული ერი. ეს ზოგიერთი მონაცემებით უმცირესობაში ვართ, ყოველ შემთხვევაში უმცირესობაში თუ ამ წუთას არ ვართ, თუმცა ესეთი მონაცემებიც არსებობს, მალე ვიქნებით აუცილებლად, იმიტომ რომ სოფლის ყველა ქვეყანას გაუხსნეს კარები, იმიტომ რომ გაყიდონ ქვეყანა ნაწილ-ნაწილ, ნაკვეთ-ნაკვეთ, მინდორ-მინდორ, საძოვარ, ბინა-ბინა, ამის საანსლოდ დაარიგონ ბონუსად და საჩუქრად უვადო ბინადრობის პატივები, რომელიც მოქალაქეობაში გადადის, მოქალაქეობა და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ივანიშვილს საქართველოს ურჩევნია ნებისმიერი ახალი უცხოელი შემოსვლა, იმიტომ კი არა რომ მას ვინმე უყვარს ან ქართველი ან ჩინელი ან თუნდაც რუსი, ხო, უბრალოდ მას უნდა იყოს უსასრულოდ რა ვიცი სიკვდილამდე მართლობაში და პირველი ახალი თაობის ემიგრანტი ბუნებრივია რომ უფრო მორჩილია ვიდრე ამ ქვეყანაში დაბადებული ქართველი და თუნდაც არაქართველი ეთნოსის წარმომადგენელი, რომელიც გზობს თავს ამ ქვეყნის ასე ვთქვათ მასპინძლად. თუ არის სანამ მასპინძელი გახდება და სანამ რამეს მოსწონს, მამამდე აღარ იქნება და არც ის დამოულობა ალბათ. ამიტომაც უჩვენია ვიდეოელი პლუსი და რა ვიცი ყავღანელიც, რომ ერთის ფულს აკეთებს მათზე ბინების გაყიდვაზე, გულიქრობ შედარებით შეძლებულ ქვეყნებს, როგორც არის არაბეთი, რუსეთი და დაუშვათ ირანი და თურქეთი, ხოლო მეორეს მხრივ ყველაზე გაჭირვებული ქვეყნებს შიდა ქვეყანას გაუხსნა საზღვარი, იმიტომ რომ ჩვენ თუ ისეთ კაპიკებზე გვამუშავებთ საქართველოში მასთან დაკავშირებული ბიზნეს ელიტა თუ ბნელიტა თუ რაღაცა ყაჩაღური კლანები, თუ ეხლა ქართულს უხდიან რა პირობითად ლარს, ინდოელს და კიდევ უფრო გაჭირვებული ქვეყნებს წარმომადგენლებს, მაგალითად ავღანეთს თუ სომალეთს გადაუხდიან 50 და ისეთ არააკაცებთან და არაადამიანებთან და არაქართულებთან გვაქვს საქმე, რომ მათ ურჩევნიათ რა ვიცი
თვეში იშოვა მილიონის ნაბიჯად 1.200.000, მაგრამ საქართველოს დატოვონ ქართველების გარეშე. აქეთკენ მიყავს ივანიშვილს ეს. ეს ატყობს მის თავარ პარტნიორს და დამკვეთს რუსეთსაც და ეს ატყობს მას კიდევ როგორც პათოლოგიურ არსებას, რომელსაც ფულის გარდა არ უყურს არაფერი საკუთარი, რა ვიცი, არც ქვეყანა, არც ადამიანი და შეიძლება არც საკუთარი ოჯახიც. ლაშა არ შემიძლია არ გკითხოთ, თქვენ არ დაგისვათ ეს კითხვა, დღეს კიდევ გააქტიურეს პარტიების საკრძალვასთან დაკავშირებით ეს კანონპროექტზე თქვენი მოსაზრება ამ მიმართულებით. რაც შეეხება პარტიების საკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხს, რა თქმა უნდა, აქ მიზანი არის, რომ არც ერთი ის პარტია საბოლოო ჯამში არ დატოვონ ქვეყანაში, რომელიც იქნება ივანიშვილის რეალური ოპოზიცია. უბრალოდ იყენებენ ნაციონალურ მოძრაობის სახელს, რომელსაც საკმაოდ ბევრი წოდებები და დანაშაულებები იყო ხდება წარსულში, მაგრამ ერთის ხოლმე ნაცებზე მეტი ნაცი ხოცებში, ხო? რეალურად შეუძლია დევისოს დატოვოს, უნდა პარლამენტში გადახედოს, ვინც სააკაშვილის დროს დანაშაულებს შედიოდა და მოძრაობას წარმოადგენდა, უმეტესობა არის ქართულ თემაში და არასოძრაობაში. მე არ დაწოძრაობა რომ არ მოვწოდო ამ პარტიის წარმომადგენელი ვიქნებოდი და ვარ ლეიბორისტი თელცხორება ესაცებდოდი მეორესაც მესამესაც, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში რაიმე სამართლებრივი რეგულაციები თუ შეგვემოდათ ერთის ხოლმე მისი წარმომადგენლები თუნდაც აი რუსეთის სახით, ხო, თავარი უსამართლობის სიმბოლოს სახით, ხო, არ უნდა მიიღოთ პარტიაში და პარტიაში კი არა და უადო მოსამართლე არ უნდა ენიშნათ და მისთვის სამართლიანობის იდეას არ უნდა გამოიცხადებიათ, არ უნდა მიიღოთ ხარება, რომელიც სავარაუდოდ პრიალაშვილის კვლელია, არ უნდა მიიღოთ რა, რომელიერთი გავხსენოთ ის პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციელები, ობოლაძის და ერი დეპუტატები, რა ბოლქვაძის და ერი და რეალურად ქართული ოცნება არის გადაღებილი ნაციონალურ მოძრაობა. ლურჯ ნაცმოძრაობას უძახის ჩემი მეგობარი ერთი ამაზე ხა. ლურჯ ნაცმოძრაობა და ესე იგი დაკურთხია და ბჭყალებში დაკურთხია და წითელი ასაკძალია, ნუ ეს არის რა თქმა უნდა ზღაპარი და მაიმუნობა და მეტი არაფერი და ებრეცაც ვიტყვი. კრახი კალაძე, ანუ ეგრესტებული თბილისის მერი და ბიზნე ივანიშვილი თავად არიან იყვნენ ყველაზე აქტიური ნაცები. მე რო ნაცებს ვებდოდი და ჩემი მეგობრები და ლეიბორისტები და სხვაებიც თავად ივანიშვილი იყო აქტიური თანამზრახველი, დამნაშავე, დამფინანსებელი, მხარდამჭერი და ქართული ოცნების ქართული ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ფარული ლიდერი, ხო? და მთავარი სპონსორი. და მისი ძმა ადიკო ივანიშვილი პირადად ჩემი არჩევნებზე დადიოდა, კარდაკარო შემდგომამდე ნაცმოძრაობის სასარგებლოდ აგიტაცია გაეწია და ხო, მაშინ თუ რამის აგზელო უნდა და ნაცმოძრაობას წარსულთან დაკავშირებული პრეტენზიები გააჩნია, მოდი ჯერ ბიზნე ივანიშვილი და კაცი კალაძე აგზალონ და აუგზავნონ მათ პოლიტიკური საქმიანობა და მერე ისაუბრონ ვინმე სხვაზე, რომელიც შეიძლება დღეს ნაცმოძრაობას წარმოადგენს, მაგრამ დაბადებული იყოს მას შემდეგ, რაც ეს პარტია ხელისუფლებაში არ არის, ან საერთოდ არ ქონოდა რაიმე მნიშვნელოვან თანამდებობასთან შეხება. მაგრამ აქვე დავამატებ. ეს უბრალოდ არის დასაწყისი. ნუ ყველაზე პრობლემატური პარტია წარსულის აქტუალისტების იყო ნაციონალური მოძრაობა, მისი დანაშაულებების და დამნაშავეთა უდიდესი ქართულ ოცნებაში დღეს და ეს ამ საკითხზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ამით ეს არ დასრულდება. ყველა პარტიას მიაგებიან, რომელიც არ იქნება კონტროლირებადი, ბუნებრივია და შესაბამისად გამოცანაა, რომ საქართველოში იყოს ყოველდღიურად ფორმალური ოპოზიცია, როგორცაც დღეს გადაიქცა საბოლოოდ დადასტურდა თუნდაც ხალხარიას პოლიტიკური ბანდა თუ დაჯგუფება, ხო? მე ამ ადამიანზე თავის დროზე ვთქვი, რომ გახარიასგანი შეიძლება გამოვა ოპოზიციონერი როგორც ქალოსი და სალამური მერქი და ახლა დასამთავრად დადასტურდა საბოლოოდ და დიდი ხანი დადასტურებულია. ნუ ახლა ხაზარაძის პარტიასთან პარტიის სამართლებაში დაახლოებით ეს ვითარებას ამტყაროთ და ამორმა პარტიამ მათ გარკვეულწილად გაუправეს არჩევნები ეგრეთ წოდებული და შესაბამისად ასეთი პარტიები ენდობათ ყოველდღიურად ყავდეთ გაბობული ყურძე და ართვადი ყავდეთ და ხოლო რეალურად ვინც დაუპირისპირდება ყველა საკრძალავენ ბუნებრივად და ყველა იმ ადამიანს ვინც გასაგებია მოიქცევა აუგზავნებენ პოლიტიკურ საქმიანობას და ვიცხოვრობ დიქტატურაში ჩვენ ამას შევეგუებთ. უღრმესი მადლობა ბატონო ლაშა თქვენი დროისთვის კიდევ ერთხელ საინტერესო საუბრობთ თქვენ და ბოლოს დავამატებ ერთ რამეს. არავინ ჩათვალოთ ხო ყოფილა ესეთი რა თქმა უნდა ძელვადიანი ბრძოლა ძნელია, მაგრამ ნუ ყოფილა ეს იმედგაცრუებული განცხადებები, რომ რუსთაველის პროტესტს აზრია და ასე შემდეგ აზრი რომ აქვს დადასტურდა. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და შევინარჩუნოთ რუსთაველის პროტესტს და შემდეგ გავიმარჯვოთ, ან ყოველი ცხონობით რაც უკეთესია, თუ არა და თავგანწირვით და თავგანწირვებაში გულისხმობა კიდევ და კიდევ. 15-დან პატიურობაზე სულიად შეგნებულად უნდა წავიდეს ერთჯერადად ბევრი ადამიანი. მეორეჯერადად არა და მეორეჯერ არა, იმიტომ მეორეჯერ შემთხვევაში შეიძლება ერთიანი პატიურობა დააკისრებენ და დააკისრებენ და ეს არის დანაკარგი უკვე საპროტესტო მოძრაობის გარდა ადამიანის დანაკარგი. ასე რომ ვისაც მიყვარს სამშობლო რა ვიცი, ორი კვირა ყველამ უნდა გავიმეტოთ, თუნდაც მანამდე სადამ ბევრი მიხვდება რომ ყოველ საღამოს რუსთაველზე უნდა ვიყოთ და მე კიდე ეს რუსთაველები ქალაქშიც უნდა გავაფართოვოთ და საბოლოო ჯამში იქამდე მივყვანოთ რომ
ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდეს, რაც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ქუჩის ბრძოლით, მშვიდობიანი, მაგრამ პრინციპული და ჭვავე ბრძოლით და მეორე მხრივ საერთაშორისო სანქციებით, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია და ერთმანეთზე არის დამოკიდებული. დიდი მადლობა ბატონო საერთაშორისო სანქციებზე საუბრობდით და აი ამ თქვენ როგორ ხედავთ დასავლეთიდან მათი როლი მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, უკვე მას აქვს გარკვეული ეფექტი და საკმაოდ ეფექტი კონკრეტულ მოხელეებთან, ჩინოვნიკებთან, პოლიტიკოსებთან მიმართებაში და თუნდაც ეხა ბოლოს შიდა რეპრესიები რო დაიწყო ივანიშვილმა და საკუთარი კულტკაჩაღების ნაწილი რო დაიჭირა და მეორე კულტკაჩაღებს უნაწილებს ამ ფონებას და ძირითადად წარშიმი აქვს და სამართლო ფაქტი რომ იყო რომ 400 მილიონი ამოიღეს და მე აღმოჩნდა 7 მილიონი გაუყურებია და დანარჩენი დიდამ დაიყო სახში როგორც ჩანს და ადამიანთა უბრალესობაც ასაკცირებული იყო ან უბრალოდ პირიქით სანქციებთან მიმართებაში დაბალული იყო და სანქციებში უბრალოდ ვერ მოხვდნენ ეს ადამიანები ამის გამომდინარე ბოდიში და რაღაცა არსებობს ეგ ვერსია რომ თითქოს სანქციები და თავის არიდება რომ სადესავად ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის რომ მათ დაერია რომ მასიათ მისია სანქცირებულები თანამდებობიდან გაუშვეს ნაწილმა სანქციებს თავი არიდა და შემდეგ მათ ივანიშვილი დააცხრა და რაღაც ამ ფულის საკუთარი დაკადაღებული საერთაშორისო დონეზე დაკადაღებული ფულის მათგან ამოღება გადაწყვიტა, როცა თავის წილი უკვე დაღებული ხო და ეხლა მათივე წილი წაართვა და ეგივე ბედიელის ხობახიძეს და კალაზის არადანი განსხვავება არ არის. თავარი ყაჩაღი თქვა და თოფურდი და კორუფციური ყველა შეერბის და ივანიშვილი და ეხლა ხობახიძეს და არიბაშვილის შორის არადანი განსხვავება არ არის, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ორივენი ყაჩაღები არიან, ისევ რომ კახი კალაზზე ხო საერთოდ ერთ-ერთი ჩემპიონია კორუფციის, საბოლოო კორუფციაში ხრჩობიან ფონებას იყოფენ, ადამიანებს კიდევ აშიფშილებენ და ქვეყანიდან გაქცევისკენ მოუწოდებენ. ასე რომ ამასთან შეგუება არის ყოველ წარმოუდგენელი თუკი ჩვენ რაღაცა ერი რაღაცა კი რა ვიხავით და თუკი სიდედათ მაინც ვართ იგივე, რაც ყოფილი ვართ მსოფლიოს კონტროლებული ასე ვთქვათ ცენტრი ერთ-ერთი ისტორიულად და ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა და უამრავი რამის მოწინავე, მაშინ ჩვენ ეს ზოლა უნდა მოვიგოთ, იმიტომ რომ სხვა გზა არ გვაჩნია და არ უნდა შეუწყოთ ხელი ამ ქვეყნის განადგურებას. თუ არ ვიბრძოლეთ, ხომ მხოლოდ წარსულის გახსენება სუფასთან და ტურში თუ რაღაცა მოგზაურობისას და ფოტოს გადაღება დროშით საკმარისი არ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უძველესი ერი გაქრა, სწორედ იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე არ გააგრძელა ბრძოლა, არსებობას, თავისუფლებას, სამართლიანობას შედება ბრძოლა. ამ ბრძოლით მოვედით ჩვენ, მერტის შექმნის პროგრამა ჩვენი აქტიური მოქმედებით და მხოლოდ მერტის იმედზე ვერ ვიყენთ. მე ვფარვლობ საქართველოს, მაგრამ კვლავ ისევ და ისევ ჩვენი ბრძოლაც არის აუცილებელი იმის რომ ეს მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანა სოფლის თუ ყველაზე ლამაზი არა და ერთ-ერთი უძველესი იქნეს შენარჩუნებული. დიდი მადლობა ბატონო ლაშამ მისთვის რომ იყავით ჩვენთან ერთად თქვენი დროისთვის და დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. მადლობა. ეს იყო ლაშა ჩხარტიშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. ჩვენ კი მომავალ გადაცემაში შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.